არჩევნების შემდეგ ქუჩაშიც დამარცხებული ოპოზიცია ხალხის გაბრაზებასა და საპროტესტო მუხტის აწევას ტყუილებით ცდილობს. მორიგი აბსურდული დეზინფორმაცია რადიკალებმა სოციალურ ქსელში გავრცელეს თითქოს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შედეგად საჯარო მომსახურეებისთვის ქართული ენის ცოდნის ვალდებულება გაუქმდა. პარლამენტის თავმჯდომარე სიცრუის გამავრცელებლებს კანონის წაკითხვას ურჩევს. რეალურად კონსტიტუციით და კანონმდებლობით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო და საჯარო სამსახურში საქმის წარმოება საქართველოს სახელმწიფო ენაზე ქართულად ხორციელდება. რაც შეეხება ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, მათ ქართული ენის ცოდნა არც აქამდე მოეთხოვებოდათ, რადგან ხელშეკრულება არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც მათ შორის უცხოელი სპეციალისტების დასაქირავებლად გამოიყენება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს აბსურდული ტყუილი გავრცელა, ის ორგანიზაციაა, რომელიც უცხოეთიდან, მათ შორის დიდი ბრიტანეთიდან ფინანსდება. საიას თავმჯდომარის მიზანმიმართულ ტყუილთან დაკავშირებით ამ დრომდე დუმს ბრიტანეთის ელჩი, რომელიც პოლიტიკური განცხადებებით ამ ბოლო დროს ხშირად გამოირჩევა. შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს გარეთ უორდს, მისი ქვეყნის მიერ დაფინანსებულ საიას მოსთხოვოს, რომ სიმართლე თქვას და ბოდიში მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე. ან თუ ამას ვერ ახერხებს, თავად ელჩმა საჯაროდ უარყოს ეს დეზინფორმაცია. როგორ წარმოუდგენია ვინმეს, ან ესეთ ტყუილს როგორ ამბობენ, ვის უნდა დააჯერონ, რომ საჯარო წარმოება, სახელმწიფო წარმოება, სადაც ყველა დოკუმენტი იქნება ქართულად, ყველა წარმოება არის სახელმწიფო ენაზე, როგორ შეიძლება იყოს ადამიანი, რომ იმუშაოს ადამიანი, რომელმაც სახელმწიფო ენა არის, მაგრამ აი ეს არის ზუსტად მიზანმიმართული დეზინფორმაცია და ანტიქართული პროპაგანდა და მინდა ვთქვა, რომ ამისი სათავე არის განცხადება იყო საიას ხელმძღვანელისა, რომელმაც სათავე დაუდო ამ დეზინფორმაციას. ეხლა მე საიას რაღა უნდა მიმართო მათი ასე ვთქვათ დესტრუქცია გასაგებია, მაგრამ საიას ყავს უცხოური დამფინანსებლები. მათ შორის ბრიტანეთი არის ერთ-ერთი დამფინანსებელი და ბოლო პერიოდში ბრიტანეთის ელჩი არის საკმაოდ აქტიური თავისი განცხადებებით და ქართული ხალხისთვის მორალის კითხვით დაკავებული. ამიტომ მე საიას ვერ მიმართო, მაგრამ ვისურვებდი, რომ ბრიტანეთის ელჩი, რომელიც ასე ვთქვათ მაღალი სიხშირით ვიდეო მიმართვებით გამახსოვრებს თავს ქართული ხალხის მიმართ. მან ან მის მიერ დაფინანსებულ ახალგაზრდა იურიდიულ ასოციაციას მოსთხოვოს, რომ ეს პროპაგანდა უარყონ, ეს დეზინფორმაცია უარყონ და თქვან სიმართლე და მოიხადონ ბოდიში ქართული ხალხის წინაშე, ან თავად თუ ამას ვერ ახერხებს, თავად ბრიტანეთის ელჩმა ეს დეზინფორმაცია, ვინაიდან ეს არის მისი ქვეყნის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია, ეს დეზინფორმაცია უარყოს და კარგი იქნებოდა თუ ბრიტანეთის ელჩი ბოდიშს მოუხდიდა ქართულ ხალხს იმ ანტიქართული დეზინფორმაციისთვის, რომელსაც მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია ავრცელებს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის მეხუთე მუხლში მკაფიოდ წერია, სახელმწიფო სამსახური და საჯარო სამსახური ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ქართულად. ოპოზიცია ჯიუტად ცდილობს საკუთარი მხარდამჭერები დაარწმუნონ, რომ ეს ასე არ არის. ამ კანონში დიახ თუ ნახავთ, თუ კარგად წაიგითხავთ ტექსტს, ნახავთ, რომ ენის ცოდნის ვალდებულება იყო ამოღებული, ეს არის რუსული სპეცოპერაციის გაგრძელება. რეჟიმი გადადის რეპრესიებზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საჯარო მოხელეები ხმას იმაღლებენ ქვეყნის კონსტიტუციის დასაცავად. მხარდაჭერის გარეშე დარჩენილი ნაც ოპოზიცია, რომ ერთდღიანი სპეკულაციებით ცდილობს საკუთარი მხარდამჭერების მოტყუებას, ეს ფაქტი ამის ნათელი მაგალითია. მმართველ გუნდში ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ერთადერთი ძალა, ვინც ქვეყანაში ენას და სხვა მთავარ ღირებულებებს ებრძვის, სწორედ გარედან მართული კოლექტიური ნაცმოძრაობაა. რაც შეეხება კანონში ცვლილებებს, ქართული ოცნების წევრების თქმით, ახალი რედაქციით საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ისინი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იქნებიან. ცვლილებების მიზანი კი საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესის გამარტივებაა. საჯარო მოხელეს ქართული ენის ცოდნის ვალდებულება აღარ აქვს გააუქმესო. ტყუილი არ გაგვიუქმებია. კანონს თუ ვინმე წაიგითხავს, ცუდი არ იქნება. რატომ კადრულობენ ამ ტყუილს, შეგიძლიათ ტყუილის ავტორებს მოკითხოთ თან მკაცრად. რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულს, მას არც აქამდე მოეთხოვებოდა. მაგალითად, მინისტრს შეეძლო დაენიშნა უცხოელი მრჩეველი, რომელმაც ქართული არ იცოდა. თუ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის კონტექსტმა ვინმე ააღელვა ამ მიმართულებით, შეგვიძლია ხელშეკრულებით დასაქმებულზეც ჩავწეროთ ენის ცოდნის ვალდებულება. არ იქნება ისე ცუდი. ადგილობრივების დასაქმებულს სავალდებულოების კონტექსტში. უცხოელ მუშახელზე გამონაკლის დავუშვებთ ბოლო-ბოლო, თუ აუცილებელი იქნა. რას აკეთებს ეს ნაცური რადიკალური პროპაგანდა, რაღაც ერთდღიანი სიცრუე მოკლე ინფორმაციებით ცდილობს, რომ გამოკვებოს თავისი მხარდამჭერები და ამომრჩევლები.
ატყუებენ, როგორც ატყუებდნენ მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, რომ არჩევნებს იგებდნენ, გაყალბებულ კვლევებს სტენიდნენ ამ ადამიანებს. შემდეგ 26 ოქტომბერს საღამოს 8 საათზე აზეიმეს, შამპანურის ჭიქები უჭახუნეს ერთმანეთს და მთელი ის ჰქონდათ, დავიდა არაბა რომ თითქოს არჩევნები მოიგეს და მე გაერკვა რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ. ზოგადად ქართული ენის ცოდნა სავალდებულობა საქართველოს კონსტიტუციით და საჯარო სამსახურის შესახებ კანონით პირდაპირ მითითებულია, ამიტომ სრულ აბსურდს და ტყუილზეა საუბარი, როდესაც აი ამ ცვლილების შემუშავებისას საერთოდ არც მოსვლია არავის თავში გააზრებათ, რომ რაღაც ქართულ ენასთან მიმართებით მომხდარიყო რაიმე ფორმით ცვლილება. რაც იყო რეგულაცია, ისევ დარჩა ის რეგულაცია და ყველას, ვინც ის პირველი რანგის მოხელეები, ვიზედაც იქნება ზოგადად ეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების საკითხები, ცხადია ქართულ ენის ცოდნა ამ შემთხვევაში იქნება ბუნებრივი მე მოუწოდებდი რომ ელემენტარულად თავარ დოკუმენტს ჩახედონ, რა წერია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს კონსტიტუციაში მითითებულია რომ სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ტერიტორიაზე აგრეთვე აფხაზური. მათ შორის საჯარო სამსახურის შესახებ კანონში წერია რომ ჩვენს ქვეყანაში საჯარო სამსახური ხორციელდება ქართულად, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზურად. შესაბამისად ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ მოხელეს აქვს ვალდებულება რომ რა თქმა უნდა იცოდეს ქართული ენა გამართულად, იმიტომ რომ ელემენტარულად საქმის წარმოებას ვერ უზრუნველყოფს. რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, აქამდეც არ ვრცელდებოდა ქართული ენის ცოდნის ვალდებულება მარტივ მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ შესაძლებლობა ქონოდათ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს, რომ რჩეველი ყოველდღე არაქართველი. მინიმუმ ღიმილის მონგრელია, რომ აი ეს მარგინალური დანაშაულებრივი საერთაშორისო დონეზე აღიარებული დანაშაულებრივი კოლექტიური ნაცმოძრაობა საუბრობს ქართული ენის დაცვაზე. მაშინ, როდესაც ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ არიან, მამული ენა სარწმუნოების აი სამი იდენტობის წინააღმდეგ გამოდიან ყოველთვის და ეხლა რატომღაც მოიგონეს, რომ თითქოს სადღაც საჯარო მოხელეებს არ ევალებათ, რომ ქართული ენა იცოდნენ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გასულ კვირას მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებები მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნვასთან, მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ მომზადებულ შეფასებასთან და საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს. საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებები საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან და სახალხო დამცველთან კონსულტაციების საფუძველზე მოამზადა. მიზანი კი საჯარო სექტორის გაჯანსაღებაა.